როდესაც საქმე ეხება სხვა ადამიანის მიღებას, ესეთ დროს განსხვავება არის ხოლმე ჯვრის მიხედვით. ხშირ შემთხვევაში, ანუ ეს ყველაზე უფრო მარტივი მეთოდია, როდესაც დავხედავთ და როდესაც ვნახავთ, რომ ადამიანის რუკაში ჭარბობს ფიქსირებული ჯვარი, ჩვენ ვიცით, რომ ესეთი ადამიანი ძალიან რთულად მიიღებს სხვა ადამიანს. ანუ ამ ადამიანს აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტული კრიტერიუმები, ესე ვთქვათ, სტერეოტიპი, როგორი ადამიანები მოსწონს და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჯვარი არის ფიქსირებული, ის არ შეიცვლის თავის აზრს, შესაბამისად, ესეთი ადამიანი იღებს კონკრეტული სახის, კონკრეტული ტიპაჟის მქონე ადამიანებს და არ იღებს არავის სხვას. როდესაც საქმე გვაქვს მუტაბელურ ჯვართან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესეთი ადამიანი მიიღებს ყველანაირ ადამიანს, როგორიც არ უნდა იყოს, არანაირი კონკრეტული კრიტერიუმები ამ ადამიანს არ აქვს, ანუ ყველანაირი ადამიანი მისთვის იქნება მისაღები. ანუ აქ რა თქმა უნდა არის პლუსიც და არის მინუსიც. თუ ფიქსირებულმა ადამიანმა მიგიღოთ ეს ნიშნავს, რომ ეს თქვენი ადამიანია, ესე ვთქვათ, კრიტერიუმებში ჩაჯექით. თუ არის მუტაბელური ადამიანი და მიგიღოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ იგივენაირად მიიღებს სხვებსაც. კარდინალურ სიტუაციას ეხება საქმე, აქ ცოტა ორმხრივი ვარიანტი არის, აქ უკვე ძალიან გააჩნია კონკრეტულად რუკას, იმიტომ რომ ამ ადამიანს შეუძლია მიიღოს, ანუ სადღაც შუაში არის მუტაბელურს და ფიქსირებულს შორის შეუძლია მიიღოს და შეუძლია არც მიიღოს, გააჩნია როგორ ხასიათზე იქნება, როგორი იქნება მისი განვითარების დონე, ან ცხოვრების რომელ ეტაპს გადის, როგორია მისი შეხედულებები და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ინდივიდუალური ასეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება კარდინალურ ჯვარს. ფიქსირებულ ჯვართან ყველაფერი შედარებით უფრო მარტივად არის, თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეიძლება დამუშავდეს და შესაბამისად, როდესაც ადამიანი არის 33 წლის ზემოთ, უკვე არის შანსი, რომ უკვე ჰქონდეს კონკრეტული რაღაც დამუშავებული, შესაბამისად შეიძლება ფიქსირებული ჯვარი ფიქსირებულმა ჯვარმა დაამუშავოს თავისი რუკა ისე, რომ იყოს უფრო მიმღებლური, გახდეს უფრო მიმღებლური და მიიღოს უკვე განსხვავებული ადამიანების და იგივენაირად შესაძლებელია, რომ მუტაბელურმა ჯვარმა დაამუშავოს საკუთარი რუკა და ჩამოაყალიბოს საკუთარ თავში კონკრეტული ესეთი კრიტერიუმები, როგორი ადამიანები მოსწონს, ან როგორი ადამიანს აფასებს თუნდაც. ყველაზე იდეალური, რა თქმა უნდა, ვარიანტი არის ოქროს შუალედი, როდესაც ადამიანს აქვს თავისი კრიტერიუმები, მაგრამ იგივენაირად არის მზად, რომ გადახედოს თავის კრიტერიუმებს თუნდაც და კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტოს მიიღოს ეს კონკრეტული ადამიანი თუ არა. ანუ სადღაც ოქროს შუალედი უნდა ჰქონდეს ადამიანს.